მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ გოგა გეიმინგი და დღეს იხილავ ჩემს არხზე ნორის ყუთების გახსნას. ბადვიც აქ არის, მიესალმე ბადვი. გამარჯობა. კარგით, დავიწყოთ. ესე იგი, მე მარტო მყავს შელით 11-ზე და მე სულ დავიყენებ ხოლმე ნორის. იმიტომ რომ სხვა არავინ არ მყავს. ბანძ აკაუნტზე ვარ და ბადვი ფრენკი იქნება ხოლმე, რადგან ფრენკი ყავს. კარგი, დაიწყო პირველი რაუნდი. ძალიან მარტივად მოვიგებთ პირველს. ბადვი ხომ მარტივად უნდა მოვიგოთ. გიჟივი. კაი, წამოეხა ამას შევახტები, მოვკლა. ორივეს მოვკლავ. მოუკალი ბადრი ორივე, ხო მაგარი ვარ. კი, ბოტებში. წადიშ. გადავხტია, გადავფრინდი ნორითი. სიცოცხლე მოვიმატე და წავედი ისევ. ეხა მიყურეთ მეგობრებო, ხავაცილე. არა უშავს. ეხლა მიყურეთ. ნორის მხეცი ვარ. მოვკვდი, მაგრამ არა უშავს. კაი, წავედით. აბა ბადვიმ რამდენი კაცი მოკლა? 2 კაცზე მეტი ვერ მოკლა. რა თქმა უნდა, მეც ვერ მოვკალი 2 კაცზე მეტი. კარგი, დაიწყო მეორე რაუნდი ბადვია. დღეს ჩვენი მიზანი იქნება, რომ დავაგდოთ ნორი. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის დავაგდოთ ნორი. მე დავაგდებ, თუ ბადვი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ მე რო დავაგდო, უფრო გამიხარდება. მაგრამ მიზანია ნორის დაგდება. კარგი, წავედით. ეხა ბადვი იქით წადი შენ, რომ მე აქეთ ავავსო. კაი. ამას მოკლავ და იმედია აქეთ მოერევით, მაგათ. მოერიეთ ბადვი საღოლ შენ. ჩვენიანი ბოთია მე მოერი. შენ მოერიე და კაი, აი მე რო არა ბადვი მოკვდებოდი რა. კარგი, ველოდებით ხალხს, იქით იმედია ის მოკლავს და აქ ბადვი რა კარგად გააშეშა, სუპერით, ტიპი ვანგა. იგროკია. იქით ბადვი შეავსო და აქეთ მე შევავსებ. ესეც კიდე ისი მოგება. რა თქმა უნდა. აბა ეხლა ყუთს ხსნით მგონი და ეხლა გავგიჟდები პირველივედან ნორი რო დავაგდოთ. ნიტა დავაგდოთ და არ გავგიჟდები. 7 კლიკი, არაფერს არ აკეთებ 7 კლიკი. არც მე არაფერი არ დამიგდო რა. კაი, არა უშავს, შემდეგი არის ბრაულ ბოლი. მე ისევ ნორი ვიქნები და ბადვი ისევ ფრენკი იქნება, რადგან სხვა არავინ არ ყავს ბადვი. ყავს, მაგრამ შორსოლელი არა. ხო, შორსოლელი არა. ტიპს ყავს ელ პრიმო. კარგი, დაიწყო შემდეგი მატჩიც. რა თქმა უნდა, ამასაც მარტივად მოვიგებთ, მაგრამ აქ ბადვი ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ მე უფრო კარგად ვთამაშობ და ესე მარტივად გავიტანეთ გოლი. ეხლა ჩემი დახმარებითაც გოლს გავიტანთ. ძალიან კარგად გააშეშა აქ ბადვი, იდეალურად თამაშობს. როგორც ვიძახი, გროკია ეს ბავშვი. ბადვი, რამე თქვი 1-2 სიტყვა, ხო მაგარი ხარ? ოკი, ძალიან და მინდა გავხსენით. მე 7 რა. მე 7 დავაგდე. ვეჭველი. სამწუხაროდ. კარგი, არა უშავს, დაიწყო შემდეგი მატჩი. და ისევ ნორი ვარ, ბადვი ისევ ფრენკია, რა გასაკვირია. აბა ჩვენიანი ვინ იქნება? სპაიკი? სპაიკი იქნება ჩვენიანი.
აი ბადრი ეცადე ხა ძალიან არ გაურაშო, კაი? კაი. კარგი, წავედით, ბადრი, შენი გაჯეტით უნდა მოიტანო ხალხი. მე მივედი და მოვკვდი ეგრევე. ბადრი იდეალურად აღარ თამაშობს სამწუხაროდ. ანუ ბადრი იდეალურად თამაშობს. მეც იდეალურად თამაშობ, აი. ამ ტურსაც რა თქმა უნდა ისე მოვიგებთ ალბათ. ალბათ არა ბადრი, რა თქმა უნდა მოვიგებთ ამ ტურს. იმიტომ რომ იგროკები ვარ. მოკვდი და ამის ბადრიც მოკვდა რა გააკეთა იმ ედგარმა. მაგრამ მე ხო ბადრი მყავს. შეურაშე, ავიხილე, სუპერ თავხტი, გადავხტი, მოვკალი და მოვკვდი. ყველაზე ცუდად მე მგონი მე ვითამაშე, მაგრამ ყველაზე კარგადაც მე ვითამაშე. იგროკი. კიდე 7 კლიკი დავაგდე. მე ხავხსნით და მე 7 კლიკი რა. ეს ბოქსი ვაფშე რამეს აგდებს ხალხო, იცით თქვენ აგდებს თუ არა? გადავედით შემდეგზე და შემდეგი არის ბრაულ ბოლი. აქ უკვე შელი ვიქნები, აბა ვნახოთ რა გამომივა ჩემი პრესტიჟ ერთიანი შელითი. მე ისე ფრენკი. კარგი, დაიწყო შემდეგი. ამასაც მოვიგებთ რა თქმა უნდა. აბა ბადრი იკაცე. მე შეუტიე აქ მოვკალი, ესეც მოვკალი, მე არ მოვკალი, მაგრამ მე ხო დავუაკლე. ამ ბადრის შეტანებმა ხო დაღალა ხალხი. კარგი, გააშეშა აქ ბადრიმ 3 კაცი და მე მოვკალი. ბადრი პას. ბადრის არ ქონდა ბურთი? მე მეკონა ბადრის ქონდა. კარგი, არა უშავს გავხსენით 5 და ისევ 7 კლიკი. ბადრი შენ? 7-7-ია. კიდე 7? რამე საგდებს ვაფშე ეს? რავი, არა მგონია ეხა დაგვიგდოს რა. მგონი მარტო ნორის აგდებს, ხო? შეიძლება. კაი, აბა ჰოდსონა ვნახოთ. მე ისევ შელი ვიქნები, მომეწონა შელით თამაში და ბადრი ისევ ფრენკი იქნება, რადგან მოეწონა ფრენკით თამაში. კარგი, დაიწყო? ხო დაიწყო. კარგი, დაიწყო შემდეგი მეჩი. იქით ედგარი და ბაზი არიან. ჩემთვის რა თქმა უნდა მარტივი ოპერაცია იქნება მათი მოშორება, მაგრამ რა ვიცი ძლიერები არიან მაინც. და ორივე ერთად არის მაინც და მარტივად მომიშორეს მეგობრებო. ბადრი შენ რას აკეთებ მაქეთ მოკვდი? კი, სამწუხაროდ მეც ნორი მოგიგო ბიჭო? და ჩვენიანი იდგა მარტო თამაშობდით, ხო? ხო, პოთეა. კლია. კაი, არა უშავს, კარგი პოზიცია მიჭერავს. აქ ბადრიმ კარგად გააშეშა, მე სუპერი კარგად ვისვლავე და მოვკალით, რა თქმა უნდა. ამ ტურსაც ისე მოვიგებთ ეხლა ჩვენ იგროკები. ეხლა ჰაიპერით შევურაშავ და ვიღაფერს ვერ გახდება ჩემ წინააღმდეგ, რადგან მე ვარ შელის პროფესიონალი მოთამაშე. სუპერი და გაქრა 1. აქეთ ტყვიები და გაქრა 2. ხო, ისი ტურებია რა. ყველას ვიგებთ მეგობრებო. წაუგებლად უნდა მივიდეთ რა, ყველა 5 უნდა წამოვიღოთ ჯიბეში. რა თქმა უნდა. აბა გავხსენით 5 და 9 კლიკი. მოიცა? ანჯელოს კინო და დაგდე ბიჭო? ნორი! ოპარა ბიჭო! რა იხბოლიკო? ნორი დავაგდე. ოპარა ბიჭო! რანაირად დაგდე? შენ რა დაგიგდო? არაფერი. ნორი ბიჭო!
იპს იმენა იგროკული ბედი აქვს. ნორი საკაჩვა 1000 თასზე იქნება შემდეგ ვიდეოებში. გადაიდო ეხა ჩეიანკი და დინამაიკი რადგან ვერ ვიგებდით რა. არ მოგვეწონა ეგ დუო და ეხა ედგარის და ნორი საკაჩვა იქნება 1000 თასებზე და ეგ აღარ გადაიდე. სიტყვას ვთებ ნორი საკაჩვა 1000 თასზე. და მე ედგარს. და მეგობრებო, რაღაც მინდა გითხრათ. რაც წავაგეთ ეგენი ამოიჭრება, რომ პატარა ვიდეო გამოვიდეს. ხალხო, იცი რა მოხდა? გოგას მთავარ აკაუნტზე აჩუქეს ფენიქს კროუ, რომელიც ლეგენდარის სკინია და 300 ჯემი ღირს. 300. მაგ მომენტში მე და გოგა შოკში ვიყავით. ხო, შოკში ჩავადი 1.5 საათიან შოკში. გოგას ბლინგებში აქვს ძალიან კარგი ბედი, ძალიან ბევრი რაღაცა აჩუქეს უკვე. და მე მხოლოდ ერთი სქვიკის სუპერ რეირ სკინი მაჩუქეს, რასაც არ ვიყენებ. ხო და მე მაჩუქეს ფენიქს კროუ ხო იცით? კიდე მაჩუქეს ბულის ეპიკ სკინი, აი ის კატარო უჭირავს ხელში ხო იცით? მეფესავით მოსასხამი რო აქვს. აი ეგ ეპიკ სკინი მაჩუქეს მე. და ბადრი ამ მატჩს მგონი ვაგებთ და მე როგორც მახსოვს ყველაფერი ამოვჭერი ხო თამაშიდან რაც წავაგეთ. გავხევთ ეხა ბიჭო. მე მგონი უნდა მოვიგოთ და არ დამავიწყო. კარგი, შევახტი, მოვყალი, ავიღე, წამოვხტი. ისინი გაშეშ და ბომ გააშეშა. გოგა გადარჩი არა. კაი, მიდი მაგას მოკლავთ. მიდი, საღოლბო კარგად თამაშობს, ბომ გადამარჩინა მე. და ესეც უმარტივესი მოგება. ყველაზე მარტივი ადვიგებთ ამ ნორის ბოქსებს. მეგობრებო, მე მთავარ აკაუნტზე დამიგდო პრიმოს ნანო ნუდლსი და რა შვება. ერთი საუკეთესო აქი ის რომ 2.5%-ით შორს ისვრის. კარგი, ავიღეთ კიდე ბოქსი და 8 კლიკი ვაიმე. მე არაფერი. რო ბიჭო? ბეა სკინი რა დებილობა სკინიდან. თან არც მყავს ბეა. კარგი, არა უშავს. ეს არის უკვე ბოლო ტური ჩვენი. ხო და ხალხო, ანუ უკვე ვთქვი რომ ამოიჭრება ჩვენი წაგებები და ამ ნორის ბოქს ჭირდება რომ 2 ტური მოვიგოთ და პირველი ტური ამოვჭერი და მეორე ტურებს ჩავსვავ რომ ვიდეო ცოტა ხნიანი გამოვიდეს და ბოქსებიც უფრო მალ-მალე გავხსნათ. კარგი, მე ისევ ნორი ვიქნები უკვე შელი აღარ მინდა. ნუ უკვე ვიყავი წინა ტურებში ნორი, მაგრამ ეხა გამახსენდა რომ ნორი ვარ. ბადრი პრიმო იქნება. აბა ვნახოთ როგორ ვითამაშებს ბადრი პრიმო. ეხა მათი ბრწყნა იქნება. ბადრი რატო დგახარ? მიჭედავს ძალიან მეგობრებო. ერთ ინტერნეტზე ავზივალთ რანაირად გიჭედავს. რავი, ვერ დავდიოდი, ძალიან ჭედავს რა. მე ჩემი ინტერნეტი მაქვს ჩართული, ხო, ეხა გამახსენდა. ესე ჭედავს ეს Wi-Fi? ეს ინტერნეტი რა შვება? კარგი, ბადრი არა უშავს, შეგიძლია დაისვენო, ჩვენ მოვიგებთ. გვენდე ბადრი. ეხა გოგას კიდე რამე რო დაუგზოს ბოქსიდან შეიძლება შევიშალო. კარგი, ეხა რამდენი ხანია გვპირდებით რომ ვითამაშებ ჩემ გამომწერთან ერთად, რომელიც უკვე მესენჯერში დავიმატე. აუ, ეს ვიღაცა ასიგნალებს, რომელიც მესენჯერში დავიმატე უკვე და შემდეგი ვიდეო აუცილებლად იქნება მაგასთან თამაში. შემდეგი თუ არა, შემდეგი უეჭველი იქნება. აქ სუპერი ვერ გამო. ბადრი რა კარგად ჩაახტა ჰაიპერით სამკაც. სამი კაცი ავაბზრიალებ. ბადრი თავიდანვე თქვა რომ ამათი ბრწყნა იქნებოდა. კარგი, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა და კომენტარი დაგვიწერეთ.
და ეხა არ დაგავიწყდეთ ბადრის ჩელენჯი ყველა ვიდეოში უნდა იყოს. მოიცადეთ ეს გავხსნათ და 10 კლიკი. შენ? მე კიდე 7 რა ბედი გოგო. აბა რას დავაკეთებ? აციმციმა. პრიმუს უმაგრესი სკინი ხატო. ეს პრიმუსი არის ჩემი საყვარელი სკინი და გოგამ დააგდო. მე სამწუხაროდ არაფერი არ დამიგდო და გოგას აქვს ძალიან მაგარი ბედი. აუ ეს რა დავაგდე? აბა ვნახოთ 10 წამში თუ მოასწრებთ არხის გამოწერას ვიდეოს და ლაიქებას და კომენტარის დაწერას 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ვინც მოასწრეთ მაგრები ხართ და თუ მოასწრეთ კომენტარებში დაწერე მოვასწარი. აბა ნახვამდის.